ნინო, მოდი ახლა მაყურებელს ავხსნათ ამ შემეძლოს, რა პროცესები მიმდინარეობს თვალში 40 წლის ასაკის შემდეგ, მაგალითად თუნდაც ის რაც ჩემ თვალში განვითარდა და ბოლო 1 წელია 50 წლის ვარ უკვე მართალია, კარგად გავხაჩი ალბათ კიდე, მაგრამ ბოლო 1 წელიწადია უკვე საკითხავი სათვალის გარეშე ძალიან მიჭირს ადაპტირება სოციალურ სფეროში და სამსახურშიც და კითხვისაც და ტელეფონთან ოპერირებისაც. რა ხდება, რატომ იცვლება ეს რაღაცები და რით არის განპირობებული ეს ყველაფერი? ესე იგი ჩვენ თვალში გვაქვს ეს სპეციალური კუნთები, რომლის ფუნქციაც არის ფოკუსის ახლოს მოყვანა. და დროთა განმავლობაში ეს კუნთები მარტივად რომ ვთქვათ იღლება მოკლედ და ვეღარ მოყავს ფოკუსი ახლოს. და ნელ-ნელა ჩნდება +1, +1.5, +2, ეს ნელ-ნელა გვემატება. +2-ზე ვარ ახლა. 2-ზე ხარ უკვე. კი ბატონო, ნელ-ნელა გვემატება ამ მდგომარეობას ქვია პრესბიოპია. მდგომარეობის კორექციაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გააჩნია რასთან გვაქვს საქმე. აქაც სხვადასხვა მეთოდები არსებობს ლაზერული მეთოდი, მაგრამ აი ლაზერული მეთოდი მაინც დაკავშირებულია იმასთან, რომ რაღაცნაირად უნდა ავიტანოთ განსხვავებული თვალები და როდესაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სამ განზომილებაში ხედავდა და უცებ უწევს განსხვავებული თვალების ატანა, ეს ხოდა ესეთი არის ხოლმე რართულად შესაძლებელი და ყველას შეიძლება ეს ვერ შესთავაზო. რაც არის ესეთი შედარებით უფრო ისეთი მარტივად შესაძლებელი, ეს არის ეგრეთ წოდებული ბუნებრივი კოლაგენის იმპლანტები, მიკროიმპლანტი, იმიტომ რომ ეს სულ 2 მმ-ის ესეთი დისკოსავით, რომელიც ლაზერით ამუშავდება. ერთი თვალი თანასწორია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს წამყვანი თვალი და არაწამყვანი თვალი. ეს წამყვანი თვალი ყოველთვის არის შორი მანძილისთვის მორგებული და ეს არაწამყვანი თვალში ლაზერით დამუშავების შემდეგ შესაძლებელია რომ ეს პატარა დისკოსავით 2 მმ-იანი იმპლანტი ჩავსვათ, რომელიც მოგცემს ამ ფოკუსის სიღრმეს და შესაბამისად წაკითხვის საშუალებასაც